მადურო ამერიკაში სისხლის სამართლის წესით გასამართლდება მას და მის ცოლს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ვენესუელელ დიქტატორს ბრალად ნარკოტერორიზმი და ამერიკის წინააღმდეგ დესტრუქციული მოწყობილობების ფლობა ედება. მალე მათ ამერიკული მართლმსაჯულების სრული რისხვა დაატყდებათ თავს, დაწერა ამერიკის გენერალურმა პროკურორმა პამელა ბონდმა. კრემლი ვენესუელაში ამერიკის სამხედრო ოპერაციას შეიარაღებული აგრესიის აქტს უწოდებს. იდეოლოგიურმა მტრობამ გაიმარჯვა საქმიან პრაგმატიზმზე, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მადუროს დაკავება და ქვეყნიდან გაძევება დაგმო ირანმა და ბელარუსმაც. კიევში უსაფრთხოების გარანტიების მოსამზადებლად ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლები ჩავიდნენ. უსაფრთხოების ეკონომიკური საკითხებისა და პარტნიორებთან შემდგომი ნაბიჯების კოორდინაციისთვის ინტენსიური სამუშაო გველის წერს უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო 3 და 4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები რეისებს აღარ შეასრულებენ. იმოძრავებს მხოლოდ თბილისი, ბათუმი, თბილისის მატარებელი. საქართველოს რკინიგზა წერს, რომ გზავრებს შეძენილი ბილეთების თანხა სრულად აუნაზღაურდებათ.